ამ კონკურსის იდეა იყო ზოგადად არჩევნების და არჩევითობის იდეის წახალისება, განსაკუთრებით Facebook-ის ახალგაზრდა მომხმარებლებში და ფაქტია, რომ ძირითადი ნაწილი სოციალური ქსელების და Facebook-ის მომხმარებლების არიან სწორედ ახალგაზრდები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათთვის თავიდანვე იყოს გასაგები და მისაღები არჩევნების იდეა, არჩევითობის იდეა და თავიდანვე იგრძნონ, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი გენდობა, მხარს გიჭერს და რამხელა პასუხისმგებლობაა იყო არჩეული და წარმოადგენდეს შენს ამორჩეველს, თუნდაც ეს ხდებოდეს ვირტუალური ფორმით. ამიტომ ახალგაზრდებისთვის მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი თამაში იყო შემეცნებითი და მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მოხარული ვარ, რომ გამარჯვებული ყავს არჩევნებს და გამარჯვებულმა თითქმის 2000 ხმა დააგროვა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია სოციალური ქსელისთვის და ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელიც ამ იდეამ გამოიწვია და რომელთაც მოხდა არჩევნების და არჩევნებითობის იდეის პოპულარიზაცია ქსელში. ამიტომ არსი იყო ეს დანარჩენი დღეს ერთელ დღეს ვირტუალურ გამარჯვებულთან ერთად მთელ დღეს გავატარებთ ერთად. მას ექნება საშუალება გაიგოს, რას ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის ერთი დღე და ეს დროს ყველა შეხვედრას ჩემთან ერთად, შეხვედრების გარდა მიიღოს მონაწილეობა ასე ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაში, იქნება ეს კორესპონდენცია, წერილები, პოსტა, ასე შემდეგ ყველაფერი, მოკლედ, რასაც ჩვეულებრივი პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს ერთი სამუშაო დღის განმავლობაში და მე ვფიქრობ, მისთვისაც და ყველა იმ ახალგაზრდისთვისაც, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა, დღევანდელი დღე იქნება მოტივი და სტიმული იმისთვის, რომ მათ გააგრძელონ სოციალური აქტიურობა, გააგრძელონ პოლიტიკური აქტიურობა და ამ ქვეყანაში იყოს ისეთი მომავალი თაობა, რომელსაც თავიდანვე ექნება გააზრებული, რას ნიშნავს იყო არჩეული და რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი არჩევნების იდეა.